ისე. ერთმანეთს ელამენტი მოხდეს. გამათიშია ეს და გამათიშა რაღაცა მუსლიმანია ისიც ფოტოშოის კინოგრაფად ბევრად მიყდა მაგრამ არ შეიძლება უსვენო და ის როგორი იქნება ახლა ნახეთ გამეცი ისე მიდივარ შეგზავნა რაღაცა და თან და ისე მიდივარ და უსვენო და თან შეზღუდული და მიხედვით თან მიყვები მეუნარი სიტუაცია შეიძლება იყოს ვთქვათ ერთი შეიძლება ეს ადამიანი იმ მომენტში დასაბანია და არ უნდა ყურანს მოусმინოს ანუ პირდაპირ ნუ ვიჩქარეთ გადაწყვეტილებაში რომ რახან ყურანი გამათიშია ეს ადამიანს ყურანის მიმართ ან რაღაც უარყოფითი განწყობა აქვს შეიძლება დასაბანია ერთი შეიძლება ვლაპარაკობთ ორი ვლაპარაკობთ და ყურანი აგერ ჩართული და არ გусმენთ ყურანის მიმართ უპატივცემულობა არის და ამიტომ გამორთე ეს იგულისხმობს ან შეიძლება ყურანის ძალიან უყვარდეს ყურანის მიმართ დიდი მოწიწება პატივი ჰქონდეს მაგრამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება იყოს ამფერი მომენტი რომ იმ მომენტში რაღაცნაირად არ გინდოდეს ყურანის მოსმენა ყოველთვის ხომ ყურანს არ ვუსმენთ ნებისმიერ ჩვენგანი ხო მეც მაქვს თქვათ იმაშაკე მანქანაში ყურანი ხანდახან ვთავ ხანდახან არ ვთავ ყოველთვის არ ვთავ ახლა როცა ხასიათზე ვარ მუზაზე ვარ თავ და უსმენ ან კიდევ თუ ყურანის წუხდება ეს ადამიანი ნახე ერთი ყურანით არ წუხდება ყურანი პირიქით პატივცემს უყვარს მაგრამ ახლა ყველა მომენტში ხომ ყურანს ვერ მოусმენ და რაღაც მომენტში მოწყენა აქვს დაღლა აქვს და თუ ყურანით წუხდება მაშინ იმას წმენასთან აქვს პრობლემა იმან რა წამდა მუსლიმანი ვარო იძახოს მისი მუსლიმანობა დიდი კითხვის ქვეშ დგას იმიტომ რომ მუსლიმანი ყურანით არ შეწუხდება არც ახლა ვალდებული არ ვარ რომ რამდენჯერ ყურანს ჩართავს მანქანაში და ხმამაღლა უტევს იმას ყველას მე მუსლიმი რელიგიურად ამფერი ვალდებულებაც არა იბატონო აეთი არის რომ იზა ყურიელ ყურანუ ფასტამიუ ლაჰუ ვანსიტუ ლაჰუ ლაალლაკუმ თურჰამუნ მორწმუნეებო როდესაც ყურანი იკითხება გაჩვდით და მოусმენთ იქნებ ალლაჰის რაჰმეთს ეწიოთ თქვენო ამ აეთს ყველა ჯუმას ხუთბეზე კითხულობენ იმამები რატომ ხუთბეს მოსმენა ფარზია და იმითო იქ ხუთბეში აეთიც არის და ეს ყველაფერი ან მაგალითად ჯამეში შემოვედი ჯამეში ყურანი იკითხება ვალდებული ვარ რომ მოусმინო რომ ჯამე ყურანის ადგილია მარა ქუჩაში იქა აქა საცხა ყველგან ჩართავენ ყველგან ვალდებული არ ვარ მე დავжди და უსმენ მანქანიდან როგორ ჩამოხვერო და ჩამთავმაც ის უნდა გაითვალისწინოს რომ მუსლიმანი ამფერ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს და ზომიერება ყველა ისლამში ყველა საქმეში არის ზომიერება არის მომენტი რომ ჩართავ მოусმენ არის მომენტი რომ არ ჩართავ არ მოусმენ როცა ატყობ რომ არ უსმენენ იქ ჩართვა და ძალით მოსმენება არ არის სწორი დემიჯან შეწონილი და მე ძალიან ბევრი ძიერ შენიშნა აქ ჯამეშიც გამიკეთებია რომ მიკროფონებს ჩართავენ და გარეთ ყურანი როცა იკითხება შიდა სივრცეში იყოს ჩართული ვისაც მოსმენა უნდა შემოაგე და დაჯდება და მოусმენ ჩემ თლიან მიკროფონებში გაშვებული ქუჩაში დგას კაცი მაინც არ უსმენს მაინც ლაპარაკობს რა აზრი აქვს ტუალეტში შევდა იქ დამჯდარია იქაც ესმის კაცი არის სწორი თუნდაც რომ ჯამეში გეცდებოდეს არ არის სწორი არის შემთხვევები რომ ყურანი ხმამაღლაც იკითხება ყურანის ხმამაღლა კითხვა სუნნეთი გაცინა სიტუაციას და მდგომარეობას ახლა მე წინასწარ ზოგად ფეთქვას ვერ მოგცემ რომელიც რომ ყველგან იმუშავებს ყველგან სხვადასხვა სიტუაცია არის შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ ერთ-ერთ საჰაბეს უთხრა რომ ყურანი იკითხე რომ მოგისმინო საჰაბეს გაუკვირდა ია რასულალლაჰ ყურანი გამჩენილობებმა შენ გამოგიგზავნა და შენ მე უნდა მომისმინო იბატონო მე სხვისი წაკითხulis მოსმენაც მიყვარს ანუ შუამავალ ალეიჰისალამ ამან რა გვასწავლა რომ ერთმანეთს აუკითხეთ ყურანი ზოგმა იკითხოს და ზოგმა მოусმინოს რომ ამაში დიდი მადლია ეს არის სუნნეთი ჩემი იმუში მოგცა ამიტომ ვინმე მისი არ გაიგოს რომ ყურანი ძალიანად უნდა გავაჩუმოთ და ყველამ ჩუმად და ვიკითხოთ ამ წესიც არ არის არის ადგილები და საჭიროება როცა ხმამაღლა უნდა ვიკითხოთ და ჯემაღეთმა უნდა მოусმინოს აგერ ჩვენ ვართ ერთი ჯემაღეთი ხო 10-15 კაცი ვართ ეს ხალხი რისთვის ვართ აქ მოყრილი ემისთვის ვართ მოყრილი რომ კაი ყურანის კითხავი ძმა გვყავს და ის კითხულობს და იმასთან მოусმენ
ამ გემაღეთის თავშეყრის მიზანი ეს არის. და მე ერთი ვინც ხარ გარედან ერთი შემოვდა და გაჩერდით ერთი მენა ვილოცო. არასწორია. ეგ გადიდა დედამიწა, მთელი დედამიწა ალლაჰის მესჯიდია. შრომავალ ისეთთან, რასაც ამბობენ გამჩენენ მაღმერთმა დედამიწა მესჯიდად მიქცია. მაგის გარდა სხვა მრავალ ადგილზე შეგიძლია ილოცო. არ არის ამფერი სიტუაცია. ერთი კაცი ინდივიდუალურად შემოსულა, არც არ ვინ უსმენს და ხმამაღლა კითხულობს. და მლოცველებს ხელს უშლის. იმან ხმადაბლანაც ეკითხა.